Nestle Lidlis Pangero ხორცის სკანდალში ხმაურიანი კომპანიები გაიხმევდნენ საქონლის ხორცის ეტიკეტით დაფასებულ პროდუქტში მასობრივად ფიქსირდება ცხენის ხორცი მართალია ის საკვებად ვარგისია, მაგრამ მაღაზიებში გამოტანილი ნახევარ ფაბრიკატების ეტიკეტებზე ინგრედიენტებს შორის ის მოხსენიებული არ არის. რა ხდება ევროპის ხორცის ბაზარზე ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ცხენის ხორცის სკანდალს თავი ვერც მსოფლიოში კვების პროდუქტების უმსხვილესმა მწარმოებელმა Nestle-მა არიდა. კომპანიამ იტალიასა და ესპანეთში გაყიდვიდან რავიოლი და ტორტელინი ამოიღო. მიზეზი შემოწმება გახდა, გაირკვა რომ პროდუქტში საქონლის ხორცში ცხენის ხორციც იყო გარეული. Nestle-ში განაცხადეს, რომ მწარმოებაში გერმანიიდან შეტანილი საქონლის ხორცს იყენებდნენ. მომხდარი ინციდენტის შემდეგ აღნიშნულ საწარმოსთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. ჩვენ ადრეც უპრობლემოდ მივირთმევდით ცხენის ხორცს, მაგრამ ვიცოდით, რას ვჭამდით ამ შემთხვევაში კი საქმე თაღლითობასთან გვაქვს. პროდუქტის დახლებიდან ამოღება გერმანული სუპერმარკეტების ქსელს Lidl-საც მოუხდა. ხორცის ნახევარ ფაბრიკატების რეალიზაცია შეწყვეტილია გერმანიაში, ფინეთში, შვედეთში, დანიასა და ბელგიაში. ჩვენ საკმაოდ დიდი ლაბორატორია გვაქვს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიღებული ნიმუშებით კი შოკში ჩავარდით. კრიზისის დაწყებისთანავე განსაკუთრებით ბევრი შესამოწმებელი მასალა ბრიტანეთიდან ჩამოვიდა. ახლა კი უამრავი ნიმუში მოგდის გერმანიიდან და საფრანგეთიდან. უმეტეს შემთხვევაში საქონლის ხორცის ეტიკეტით შეფუთულ პროდუქტში ცხენის ხორცი აღმოჩნდა. რასაკვირველია, მეტნაკლები შემცველობით იყო ისეთებიც, როცა პროდუქტს საქონლის ხორცი ეწერა. ის კი მთლიანად ცხენის ხორცისგან იყო დამზადებული. საქონლის ხორცში ცხენის ხორცის შეგნებულად გარებაში ერთ-ერთი პირველი ფრანგული საწარმოს Pangero ამხილეს. მას ლიცენზიის ჩამორთმევითაც დაემუქრნენ, თუმცა პროფკავშირებისა და ხელისუფლების ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ხორცის მწარმოებელ კომპანიას წარმოების ნაწილობრივ განახლების უფლება მისცეს. მინისტრმა თქვა, რომ ჩვენს ქარხანასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ექსპერტებმა ისიც კი განაცხადეს, რომ ხორცი უფრო მაღალი ხარისხის არის, ვიდრე მოელოდნენ. ვფიქრობ, რომ ახალი ამბის გაგება ჩვენი მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცხენის ხორცის სკანდალი პირველად ბრიტანეთში აგორდა, როცა სუპერმარკეტებში დაფასებულ ჰამბურგერებსა და სენდვიჩებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. ქვეყნის მთელი მასშტაბით ხორცის მწარმოებელი თითქმის ყველა საწარმო მკაცრი შემოწმების ობიექტი გახდა. ნისლიან ალბიონზე მიაჩნიათ, რომ მომხდარზე პასუხისმგება მხოლოდ ხორცის მწარმოებლებს არ უნდა ეკისრებოდეთ. ამ სკანდალში მხოლოდ მოვაჭრეები არ უნდა მოყვნენ, როდესაც ისინი მომწოდებლისგან პროდუქტს იღებენ, ყოველთვის მკაცრ შემოწმებას უკეთებენ. პროდუქტი არალეგალური გზით არის მოწოდებული. მედიას აქვს უფლება გააშუქოს ეს ყველაფერი, თუმცა გირჩევთ, სანამ რამეს დაიჯერებთ, ინფორმაცია გადაამოწმოთ. ევროპის ტერიტორიაზე ცხენის ხორცის გარშემო აგორებული სკანდალი ევროპარლამენტის განხილვის საგანი გახდა. იქ თანხმდებიან, რომ მთავარი პრობლემა პროდუქტის მარკირებაა. მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს, რა სჭამს. ფიქრობ, რომ ეს ერთგვარი ქურდობაა. ჩვენ ფულს საქონლის ხორცისთვის ვიხდით და გქონია, რომ რაც გსურს, იმას გვაძლევენ, თუმცა საბოლოო ჯამში ცხენის ხორცი გვრჩება. ეტიკეტზე ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს მითითებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შესაძლოა საშიში იყოს ადამიანისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი მარკირებისთვის ჯარიმა მხოლოდ 100 ევროა. ზოგან კი ამის გამო შესაძლოა საწარმო დაიხუროს. ფაქტია, რომ მომხდარით არა მარტო მწარმოებლები, მომხმარებლები ზარალდებიან. ევროპაში ხორცის ნახევარ ფაბრიკატებზე მოთხოვნა უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა. იემენის დედაქალაქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 12 ადამიანი ემსხვერპლა დაშავებულთა ზუსტი რიცხვი კი უცნობია. Su-22 ტიპის რუსული თვითმფრინავის სანას რაიონში სწორედ იმ მოდნის სიახლოვეს ჩამოვარდა, სადაც ყოფილი რეჟიმის პერიოდში ანტისამთავრობო გამოსხმები იმართებოდა. სამხედრო თვითმფრინავი საწვრთნელ რეისს ასრულებდა, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, დაზიანებულია ორი შენობა, რომელთა ნანგრევებშიც ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.